დღეს ჩვენ გვესტუმრა Ford Focus 2018 წლიანი რესტაილინგია დაბალი გარბენით. კოლოფს მოვიდა ეგეთი ცუდი რაღაცა. მომხმარებელმა კერხერით გარეცხა კოლოფი. წყალი შევიდა კოლოფში და დააზიანა ორივე ვილკა. ნახეთ, ჟანგიანია, ანუ წყალი იყო კოლოფში, დაჭედილიც არის. ეს არც ორივე ვილკა არ იმუშავებს, უნდა შეიცვალოს. ორივე არის ჟანგიანი. წყალმა გამოიწვია ეს ყველაფერი, ანუ ასევე ტალახია, მაგას ჩვენ გავწმინდავთ. პლიტაფერადოც ცოტა ჟანგი აიკიდა, მაგრამ მექანიზმი გადარჩა და იმუშავებს, გაიწმინდება ეს ყველაფერი და ამუშავდება. ზოგადად ქარხნულად, მეგობრებო, არ არის რეკომენდებული Ford-ის ძრავის გარეცხვა, Ford Focus-ის. იმის გამო, რომ წყალი შეიძლება კოლოფში შევიდეს, ასევე რულავოში შევიდეს და აიკიდოს ხმა. ასე რომ ნუ გარეცხავთ კერხერით, ვინც რეცხავს და არაფერი არ მოსდის, ეგეც არ არის პრობლემა, ანუ უბრალოდ დამთხევა შეიძლება არ მოხდეს. უბრალოდ ხარხული რეკომენდაცია არის, რომ ძრავი არ გარეცხოთ კერხერით Ford Focus-ს. იხმარეთ ტილოები, ორთქლი, ან გადაეცით ეგ საქმე პროფესიონალებს, ვინც გარეცხავს და იქნება მაგაზე პასუხისმგებელი. თუ მოგივიდეთ იგივე სიტუაცია, მოგზანდით, ჩვენ რა თქმა უნდა შეგესხვით ყველაფერს და გავმართავთ სრულად თქვენ მანქანას.